მოგესალმებით ირმა, გთხოვთ მოგბრძანდეთ. მოგესალმებით. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, თქვენი სასიამოვნოა. მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ირმა თითქმის 23 წელიწადია ტატუ არტისტია, მან საქართველოში ისწავლა ერთ-ერთი პირველი ტატუ არტისტისგან, გიორგი შვაცაბაიასგან, სხვადასხვა 1990-იანი წლების მიწურულს, როგორც მახსოვს და იმედი მაქვს არ მეშლება, ეს პირველი ქართველი ტატუ არტისტი, გიორგი შვაცაბაია, მასზე პირველი რეპორტაჟი მე გავაკეთე მაშინ როგორც ჟურნალისტმა. ის თავის ამერიკელ მასწავლებელთან ერთად იყო ჩამოსული საქართველოში და ეს ამერიკელი ეხმარებოდა მას პირველი ტატუ სალონის აწყობაში მოსაშვილის ქუჩაზე. მე კი უკვე უფრო მაკასათიანთან ახლოს აბაშიძეზე გადაინაცვლა, სადაც თქვენ გისწავლიათ სწორედ მასთან, ხო? პირველ რიგში ჯერ მინდა თქვენი ისტორია მოვყვეთ, სანამ იმ თემებზე ვისაუბრებთ, რაზეც მე დავიწყე დღეს ეს ჩვენი საეთერო შეხვედრა, ან იმ უსაფრთხოებასა და რეგულაციებზე, რომელსაც შეიძლება უფრო მკაცრი სტანდარტებით იცავდნენ სხვა ქვეყნებში და ამერიკაში, სადაც თქვენ უკვე 9 წელია მოღვაწეობთ. თქვენ როგორ დაიწყეთ? ხატავდით უბრალოდ მანამდე? მე ხატავდი, მთელი ბავშვობა ვხატავდი, მამამ ხატვარი მყავს, ბაბუა მოქანდაკე იყო, აბსოლუტურად სხვა განათლება მქონდა და შემთხვევით მოხვდი გიოსთან, იმიტომ რომ მქონდა გამოცხადებული კასტინგი მხატვარი გოგონების, უნდა მიცულიყავი, წარგვედგინა ჩვენი ნახატი და აგვარჩევდა და გიო მამერჩია. და ესე დავიწყე, ასე მოხვდი ტატუ ინდუსტრიაში. და ჯერ საქართველოში, ჯერ საქართველოში 12 წლის წინ პირველად წავედი თურქეთში, ოღონდ დავდიოდი ხოლმე, იქ ერთ-ერთი სტუდიის თანამფლობელი ვიყავი. იქ მუშაობდი, ძალიან დიდი გამოცდილება იყო პირველად ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც სხვა არტისტებთან ერთად მუშაობ და შემდეგ უკვე მოვხდი ამერიკაში. ამერიკაშიც მომეცა შესაძლებლობა, რომ მემუშავა ძალიან მაღალი რანგის ტატუ არტისტებთან, ყოფილიყავი ძალიან კარგ სტუდიებში. თან პლუს ჩემი მეუღლე და ჩემი ოჯახის წევრები ყველანი ტატუ არტისტები არიან. ჩემი მამა 51 წელია ტატუს ხატავს, მეუღლე 29 წელი, მაზლი 31 წელი. ესეთი დიდი გამოცდილება. ძმაც, თქვენი მეუღლის მაზლი, ანუ თქვენიც ასევე ტატუ არტისტია? ტატუ არტისტია, ორი სტუდია აქვს ნიუ-იორკში და ნიუ-ჯერსიში. და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე იმ არტისტების გაცნობით, რომელსაც მე ამერიკაში შევხვდი სხვადასხვა ლეველზე. და მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან ტატუ ინდუსტრია ცოტათი წაიკოჭლებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი ტატუ არტისტია თბილისში, ზოგადად საქართველოში, მაინც გვაკლია ძალიან ბევრი რამ. აი რა მაგალითად? აი ტატუს კეთების პროცესში, როდესაც მუშაობ, სისხლი ფაქტიურად არ ჩანს. ის არ არსებობს, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი საფრთხეების მომცველი პროფესია, რომელსაც ყველა არტისტი და საერთოდ ყველა მოქალაქე სერიოზულად უნდა მიეკიდოს. ჩვენთან ძალიან ხშირია ესეთი ტერმინია underage, არასრულწლოვანი ბავშვების დახატვა. მაგალითად, არის მთელ მსოფლიოში და ევროპაშიც, ამერიკაშიც არის სტანდარტი, რომ 18 წლამდე ეს პროცედურა მშობლის ნებართვის გარეშე არ დაიშვება. არის ისეთი შემთხვევები და განსაკუთრებით ზოგადი რამოდენიმე შტატი ამერიკაში, სადაც 17 წლამდე აძლევენ უფლებას, რომ ბავშვი დაიხატოს მშობლის ნებართვით, ანუ მშობელი უნდა მოვიდეს, უნდა წარადგინოს ბავშვის დაბადების მოწმობა, თავისი საბუთები, რომ ნამდვილად მისი შვილია და ხელს აწერს მის მაგივრად. ეს არის მხოლოდ ზოგიერთ შტატში, მაგრამ ასაკი არის 18 წელი და ჩვენთან საქართველოში ძალიან ხშირია, რომ არტისტები აძლევენ თავის უფლებას, ხატავენ ბავშვებს, რომლებიც არიან 13-14 წლის. რა ხდება ამ დროს? ხო, აი რა შავდება, რო აუხსნათ? არის ორი მომენტი. პირველი არის ის მომენტი, რომ არის ესეთი რისკ ფაქტორები ვირუსულ დაავადებებთან მიმართებაში, შიდსა ცგ-ჰეპატიტი, რომლის საერთოდ ტატუ არის ამისი საფრთხის შემცველი. ეს იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ყველა ინსტრუმენტები დღევანდელ დროს ერთჯერადები გვაქვს და საერთოდ ყველაფერი ერთჯერადია, მაგრამ არის ესეთი მომენტი, არის პროცესი, თუ როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი. თუნდაც ამ ერთჯერადი დავუშვათ, მუშაობთ, ტატუ არტისტი ხატავს, ხო და უცებ აიღო ტელეფონი. იმავე ხელთათმანით, რომელიც არ გამოუცვლი, არც გაუხდია. ან მოკიდა რაღაცა ნივცხელი, შემდეგ ამ ჭუჭყიანი ხელთათმანით.
მე რომც გამოიცვალოს ეს ხელთათმანი ისნითი უკვე დასვრილია ვირუსებია ზემოდან ხო მე შემდეგ ამას სხვა ხელს მოკიდებს ხდებით ანუ უნდა იყოს არის ესეთი განაწესი რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირად ხდება ეს ყველაფერი სხვადასხვანაირად არეგულირებენ კონკრეტულად რო აგვეხსნათ აი გარდა იმისა რომ ხელთათმანით მუშაობის დროს და უშუალოდ ტატუს შესრულების დროს სხვა ნივთებს არ უნდა მოკიდოს ხელი ხა პრინციპში რაღაცა ქირურგებიც რომ გავიხსენოთ ახლა ხო ვთქვათ დაიმუშავებენ ხელს მე იკეთებენ ყველა ვისაც სისხლთან აქვს შეხება ეს ძალიან საგულისხმო რამ თქვით თქვენ ახლა ჩვენ ბევრს გვინახავს მე მინდა ტატუს გაკეთება მაგრამ ვახსენე რომ რაღაც შიში მაქვს არ მინდა ზედმეტად რამე მეთკინა შეიძლება სულაც უმტკივნეულოა და ალბათ უნდა ვცადო როცა ასე ძალიან მინდა მაგრამ მაინც ეს უსაფრთხოების ნორმები ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიცოდე რამდენად კარგად არის დაცული სისხლი კი არ ჩანს მოხატვის დროს რიგ შემთხვევაში მაგრამ სისხლის შემხებლობა რა თქმა უნდა აქვს ხო საერთოდ საერთაშორისო სტანდარტით თუ კი რომელიმე პროფესიას აქვს შეხება სისხლთან და სისხლის ნარჩენებთან ხდება მათი გადამზადება სპეციფიურად და შემდეგ ტესტირების ჩატარება რომ ეს კურსი მათ ნამდვილად გაიარეს და იციან თუ როგორ იმოქმედონ სისხლთან მუშაობისას და ჩვენთან ეს არ არის ჩვენთან არის მანამდე როგორ მომზადდეს ინსტრუმენტები და როგორ გასტერილდეს ინსტრუმენტები ჩვენ ეს შუაში არა გვაქვს ეს ალბათ მომავალში იქნება იმიტომ რომ ვფიქრობ რომ სახელმწიფო ამაზე ზრუნავს სხვადასხვა რაღაცები ხდება ამ სფეროში და მომავალში იქნება იმის შესაძლებლობა იქნება ტატუ არტისტებს იმის შესაძლებლობა ყოველ შემთხვევაში ამისი რესურსები გვაქვს რომ გავაკეთოთ იყოს ესეთი სწავლება და შემდეგ იყოს ტესტირება. მაგალითად მე ვატარებ მანქანას, ვისწავლე მანქანის ტარება. როგორ უნდა დავადგინოთ რომ მე მანქანას ვატარებ? ნამდვილად კარგად, ხო? უნდა ჩავაბარო გამოცდა. ასე იქნება ამ სფეროშიც. ანუ ჩვენთან ტატუ არტისტს არ ჭირდება ლიცენზია? ჩვენთან არ არის ესეთი რაღაც. სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის. ანუ თუ შეგიძლია რომ თუ გაქვს ხატვის ნიჭი, თუ ისწავლი, თქვათ, რომელიმე ტატუს სპეციალისტთან, თქვათ, ტატუს კეთებას, უკვე შეგიძლია დაიწყო და ეს სერვისი შესთავაზო ვისაც გინდა? შეხედეთ ჩვენთან ახლა როგორ ხდება. იქიდან გამომდინარე რომ ტატუ ინდუსტრია ჩვენთან შემოვიდა პოსტსაბჭოთა კავშირით მაინც და ეს იყო ნაკოლკა მე გახდა ტატუ. ტატუ არც ისე დიდი ხანია ის გახდა. ჩვენთვის ძალიან იოლია. ძალიან ისეთია სხვანაირია, განსხვავებულია სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც ეს უკვე 100 წელია უკვე ხდება ეს ყველაფერი და 100 წელია ამ სფეროში მუშაობენ და დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ვიღებთ გამოცდილებას, დღევანდელი არტისტები საქართველოში და ამ ყველაფერს ვაჯამებთ და შესაბამისად ვიქცევით, მაგრამ არის ისეთი რაღაცეები, რომ თვითონ სახელმწიფოს დონეზე უნდა გაკეთდეს, ამას ჩვენ არტისტები ვერ გავაკეთებთ. იმიტომ რომ თვითონ სახელმწიფო ანუ ეს არის ისე მსჯელობთ ამაზე რომ მე ვხვდები რომ თქვენ ამაზე გაქვთ ნაფიქრი და რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასაც აპირებთ ამ მიმართულებით. მე უკვე არ მინდა ამაზე ხალხა ვილაპარაკო, მაგრამ უკვე გადავდგი რაღაც კონკრეტული ნაბიჯები. ჯანდაცვის ექსპერტთან ერთად გამომზადე ახალი გაიდლაინები და რეკომენდაციები ტატუს სფეროში და იმედია რომ მომავალში ეს ყველაფერი იმუშავებს და ეს იქნება დაწყებითი ეტაპი ყველაფერი ამისა ჩვენი ინდუსტრიისთვის რომ თვითონ მომხმარებელი იყოს დაცული, საზოგადოება იყოს დაცული, ჩვენ არტისტები ვიყოთ დაცული და ზუსტად ვსწავლობდით იმას, რაც ჩვენ გვინდა რომ ვისწავლოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია გვაქვს და კარგი იქნებოდა თუ მთლიანად დავეუფლებოდი და გვეცოდინებოდა რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ. ძალიან ისეთი ინფორმაციის არასაკმარისობაა, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა არტისტმა არც კი იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თვითონ სანიტარული ნორმების ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ სხეულზე, სადაც გვაქვს სისხლი. შესწავლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საქართველოში ალბათ ხო ტატუს კეთების. აი თქვათ ამ ხრივ საზღვარგარეთ იგივე ამერიკაში თუ არის რაიმე ტიპის შეზღუდვა, თქვათ იგივე რა ასაკის ადამიანებს შეუძლიათ. აი ჩვენთან მე მინახავს მაგალითად ტატუ არტისტები საკმაოდ ახალგაზრდები ხარ, მათ არ აწერიათ რამდენი წლის არიან, მაგრამ მე თვითონ დავიჭვებული ვარ თვითონ არიან თუ არა სრულწლოვნები. კი, ჩვენს ინდუსტრიაში ძველი დროს ვიდრე რეგულაციები დაიწყებოდა, ახლა მე ამერიკის გამოცდილებით ვიტყვი, ვიდრე ამერიკაში დაიწყებოდა რეგულაციები და ანუ ლეგალიზაცია მოხდებოდა თვითონ ტატუსი, მაშინ იყო ისეთ
შემთხვევები, რომ 16-ის, 14-ის იქ ჩვენი ძველი თაობის არტისტები 13 და 11 წლისასაც კი დაუწყიათ სტატუს კეთება, მაგრამ დრო შეიცვალა. ეხლა მივხვდნენ, რომ ადრე ხელთათმანებსაც არ ხმარობდნენ სტატუს კეთების დროს, მაგრამ რაც დრო გავიდა, უკვე ჩვენი ყველაფერი განაწესი გვაქვს და წესები გვაქვს, რა როგორ უნდა გავაკეთოთ. ძალიან ხშირია ესეთი შემთხვევა, რომ პატარა ბავშვებს, 8-9 წლის ბავშვებს ასწავლიან ტატუირებას, რომელსაც მე პირადად არ ვეთანხმები და იქედან გამომდინარე, 8-9 წლის ბავშვმა არ იცის როგორ მოიქცეს მაშინ სხეულთან მუშაობისას, როგორ მოიქცეს, როდესაც აქვს მას შეხება სისხლთან. დიდები ვერ სწავლობენ ამას არა თუ 8-9 წლის ბავშვები და მით უმეტეს ბავშვებს თავიდან და ყველას თავიდან ასწავლიან ხელოვნურ კანზე. ეხლა გვაქვს ხელოვნური კანი, მაგრამ ხელოვნური კანი საერთოდ ახლოსაც არ არის ბუნებრივ კანთან. ანუ ფაქტიურად სხვადასხვა რაღაცას აკეთებ, ხელოვნურ კანზე რასაც აკეთებ, იმას შენ სხეულზე ვერ გააკეთებ, ანუ სხვა გამოცდილება არის. ანუ ის მომენტი, რომ ხელოვნურ კანზე დაამთავრა მან კურსი და ხელოვნურ კანზე ხატვის შემდეგ გახდა ტატუ არტისტი, ეს მიმაჩნია, რომ ცოტა არასწორია. თქვენ რა გზა გაიარეთ იმისთვის, რომ მიგიღოთ უფლება ამერიკაში გემუშაოთ როგორც ტატუ არტისტი? იქ როგორც ტატუ არტისტი პირველ რიგში აბარებ ესეთი სანიტარული ნორმების წესს, ეს არის BBB ტესტი, სადაც ქულების მიხედვით გექნება შეფასება, კითხვარი არის, როგორც ტესტირება არის ჩვეულებრივი, ამ ტესტს რო აიღებ, ესე იგი ეს არის უფლება სანიტარული სამსახურიდან, რომ შენ შეგეძლია სხეულს შეეხო. ეს პირველია და შემდეგ გააკეთებ ტატუ ლიცენზიას. ტატუ ლიცენზიას ვერ გააკეთებ თუ ეს პირველი არ აქვს გაკეთებული. და ბოლო კითხვა, პრინციპში კითხვა ბევრია, მაგრამ ჩვენი დროც იწურება. აი არის სხეულის რაღაც ნაწილები, რომელსაც თუ მოიხატავს არასრულწლოვანი მაგალითად ხო, საქართველოში, მერე რაღაცა ის ფორმები ხო იცვლება და იცვლება ამ ტატუს გამოსახულებაც. ეს მერე იწვევს ხოლმე რაღაცა ხო გაუცხოებას და დისკომფორტს. იცით, როდესაც პატარა ასაკში იკეთებენ ტატუს, სხეული არის მზარდი. ანუ ქსოვილები სხვანაირად იზრდება და ხშირი არის შემთხვევა, რომ დაუშვათ ტატუს გაიკეთებს აი აქ და მერე ადის ცოტათი ზემოთ. ლოკაციას იცვლის ეს ერთი და თვითონ ნახატიც ხდება ცოტათი დაშლილი, იმიტომ რომ ქსოვილების რეგენერაცია მაინც სხვანაირად მოხდა და ან წონა მოემატა, სიმაღლე მოემატა და თავისთავად ნახატის ფორმა იცვლება. და ეს ყველა ნახატი არის მუდმივი. ძალიან რთულია მისი ლაზერით მოშორება. და როგორ ასეთი 13 და 14 წლის ბავშვმა ნამდვილად არ უნდა გაიკეთოს ტატუ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მომავალში ის უკვე გაფუჭდება. მერე ქავარაფი სჭირდება. ჩემთან არის ხშირი შემთხვევა, რომ მოდიან 17 წლის და მერე რა მშობელს მოვიყვან, მეთქი არა მოდი 18-ის. ნახატი შერჩეული აქვს უკვე. მოდის რაღაც რამოდენიმე თვეში აბსოლუტურად სულ სხვა რაღაცა. მადლობა თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის. მაყურებელს უნდა შევახსენოთ, რომ ეს გამოცდილება კიდევ უფრო საგულისხმოა თქვენი 23 წლიანი სამუშაო სტაჟის ფონზე. ბოლო 9 წელი თითქმის 10 კი სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე იმედი მაქვს, რომ თქვენს შენიშვნებს, მითითებებს თქვენ გამოცდილებაზე დაყრდნობით რაღაც მიექცევა სათანადო ყურადღება. მადლობას გიხდით. ტატუ არტისტი ირმა ასკურავა პასუხობდა ჩვენს კითხვებს.